1.46, რომელია მეტი? 1.0.0.0.1 ორობით სისტემაში ჩაწერილი თუ 19? ამის გასაგებად ეს ორობით სისტემაში ჩაწერილი რიცხვი ჯობია გადავიყვანოთ სისტემაში. ათობით გადავიყვანოთ ორობიტში. ამოვიწეროთ ჩვენი ორობითი რიცხვი 1, 3, 0 და 1-იანი. საორობიტში, ხო? უდრის. ორობითიდან ათობიტში რო გადავიყვანოთ რიცხვი უნდა გავშალოთ მარჯვნიდან. მარჯვნიდან პირველი არის 2 ხარისხად 0-ის თანრიგი, ანუ ერთეულების თანრიგი, მერე 2 ხარისხად 1, 2 ხარისხად 2, 2 ხარისხად 3 და 2 ხარისხად 4. ანუ ერთიანი გვაქვს, 2-იანი არა გვაქვს, რადგან 0-იანი გვიწერია, 3-იანი 3 კი არა და 4-იანი არა გვაქვს, 8-იანი არა გვაქვს და 16 გვაქვს, რადგან 1-იანი გვიწერია. ანუ 1 + 16 უდრის 17-ს. ეს რიცხვი ყოფილა 17. ცხადია ახლა 19 მეტია 17-ზე. ანუ ეს რიცხვი უფრო მეტი იქნება. გადავიდეთ მეორეზე. ამოვიწეროთ ეს რიცხვი 1-1-0-1-0-1 ორობით სისტემაში. გავშალოთ ისევ მარჯვნიდან 2 ხარისხად 0, ანუ ერთიანი გვაქვს, მერე ერთიანს 2-იანი 0 გვიწერია, 2-იანების თანრიგზე 0 გვიწერია არა გვაქვს, მერე 4-იანი გვაქვს, პლუს 4, 8 არა გვაქვს, 16 გვაქვს და 32-იც გვაქვს. ანუ პლუს 16 და პლუს 32. უდრის 4 პლუს 16 არის 20, 20 პლუს 1 21, 21 პლუს 32 არის 53. ნუ 53 ცხადია მეტია 21-ზე. 51-ზე. მეორე გავაკეთეთ, გადავიდეთ მესამეზე. მესამეში გვაქვს რა 1-1-2-0, ასურად ერთიანი 2-0, 1-0, 1-0. ორობით სისტემაში. მივყვეთ გავშალოთ ისევ მარჯვნიდან. მარჯვნიდან უნდა გავშალოთ, პირველი არის 2 ხარისხად 0-ის თანრიგი, ანუ ერთიანები, მერე 2 ხარისხად 2 და ასე შემდეგ. 2 ხარისხად 0, 2 ხარისხად 1, 2 ხარისხად 2 და ასე შემდეგ. ერთიანი არა გვაქვს, 2-იანი გვაქვს, 4-იანი არა გვაქვს, 8-იანი გვაქვს. დავუმატოთ 2-8. 8-ის მერე არის 16, 16 არა გვაქვს, 32-იც არა გვაქვს და 64 გვაქვს. პლუს 64. უდრის 2 პლუს 8, 64 პლუს 10, 74. უნდა შევაგვედარებინა 75-ისთვის და ცხადია 75 უფრო მეტია. მესამეც გავაკეთეთ, გადავიდეთ მეოთხეზე. მეოთხეში რა ხდება ახლა? ერთიანები გვიწერია, რამდენი ერთიანი წერია ვით? 1, 2, 3, 4, 5, 6. 6 ერთიანი წერია. 1, 2, 3, 4, 5, 6. დავიწყოთ. ანუ 2 ხარისხად ხო 5-ის ჩათვლით, ყველა რიცხვი ჯამი დაგჭირდება. 1 დაგჭირდება, მერე 2-იანის თანრიგიც გვიწერია, მარჯვნიდან რო გავშალოთ. ანუ პირველი არის 2 ხარისხად 0-ის თანრიგი, მერე 2 ხარისხად 1-ის, 2 ხარისხად 2-ის და ასე შემდეგ. მე 2-ის მერე 4-ია, 4-ის მერე 8 არის, 8-ის მერე არის 16, 1, 2, 3, 4 გვიწერია და 1 დაგვრჩა, ხო? პლუს 32. უდრის 1 პლუს 2 პლუს 4 პლუს 8 პლუს 16 პლუს 32 არის 63. მაიცა სწორად ხო დავითვალეთ ერთიანების რაოდენობა? 3 ერთიანი
6 ერთიანი, კი ბატონო, 6 ერთიანი 63. 63 და 111 რო შევადაროთ ერთმანეთს, 111 უფრო მეტია. და შემდეგი არის მეხუთე. მეხუთე არის 1 და რამდენი ნული გვიწერია აქ? 3 ნული, მერე კიდე 3 ნული, ანუ სულ გვიწერია 7 ნული. ერთიანი 1 2 3 4 5 6 7 ნული. ანუ ეს იგივეა რაც 2 ხარისხად 7. ანუ 2 ხარისხად 0 1 2 3 4 5 6 და 7. 2 ხარისხად 7. რამდენია 2 ხარისხად 7? 2 ხარისხად 7 არის 128. ცხადია 128 მეტი არის 100-ზე. აქ მეტობა ჩავსვათ და დაგვრჩა მე-6. 1 0 1 0 1 0. ორობიჩი უნდა შევადაროთ 53-ს. 1 გავშალოთ ესეც 2-ის ხარისხებად, 2 ხარისხად 1, ანუ ადგილზე 0 გვიწერია და არა გვაქვს. 2 ხარისხად 1 გვაქვს, უბრალოდ 2 ხარისხად 0 არა გვაქვს, 2 ხარისხად 1 გვაქვს, 2 ხარისხად 2 არა გვაქვს, 2 ხარისხად 3 გვაქვს, 2 ხარისხად 3 8 არის, 2 ხარისხად 4 არა გვაქვს, 2 ხარისხად 5 გვაქვს. პლუს 32, 2 ხარისხად 5 არის 32. ანუ ეს არის 2 პლუს 8 პლუს 32 არის 42. 42 თუ 43? მე მგონი 43, ხო? ამგვარად ეს მე-6-ით დამთავრდა